მოგესალმებით, ნათია შაი და დღეს გავაკეთოთ გაშლა აი ასეთი. თქვენ ხართ შეყვარებული, ან იყავით შეყვარებული, ამას აფასებთ ამ სიტუაციას, ამ დროს, ამ მოვლენებს, როგორც ძალიან დიდ სიყვარულს, მაგრამ ნახოთ, თქვენი პარტნიორისთვის, ან ყოფილი პარტნიორისთვის, იყო თუ არის რა და არის თუ არა ეს სიყვარული. და საერთოდ რა ემოციაა სინამდვილეში მასში, რა ტრიალებს მის გულში. გაშლა გვექნება სამ ვარიანტად. პირველი ვარიანტი. მეორე ვარიანტი. და მესამე ვარიანტი. აი ეს. მესამე. მეორე. პირველი. აირჩიეთ ვარიანტები და ჩვენ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ რჩევა სამყაროდან სამივე ვარიანტისთვის. რჩევა სათქმელი მესიჯი პირველი ვარიანტისთვის, მეორე ვარიანტისთვის და მესამე ვარიანტისთვის. მე მხოლოდ შეგახსენებთ, რომ ეს არის ჩემი არხი და თუ გსურთ, რომ ეს არხი გახდეს თქვენი, გამოიწერეთ არხი, გააქტიურეთ ზარისღილაკი, ხოლო ვისაც სურთ ჩემთან პირადად კონსულტაციაზე მოხვედრა, ჩემი ნომერია 591233507, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ და ჩავნიშნოთ კონსულტაცია. მას ასე დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ჯერ ნახოთ თქვენ როგორ აფასებთ ამ მოვლენებს, გასაგებია რომ სიყვარული იყო, მაგრამ რა ემოციას ტოვებს ეს ამბავი თქვენზე, ნახოთ რა ხდება ამ ამბის გახსენებისას თქვენს გულში. როგორი სიყვარულია ეს თქვენთვის. ისტორია არის ესეთი. ეხლა მოусმინეთ ინფორმაციას, თუ ეს ინფორმაცია არ რეზონინდა თქვენთან, აირჩიეთ სხვა ვარიანტი. ესე იგი, პირველი ვარიანტი არ არის თქვენი. ხოლო თუ რეზონინდა, ესე იგი, ეს არის თქვენი ვარიანტი. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ, რომ ტაროს გაშლებს არ აქვს ვადა, ის ყოველთვის აქტუალურია და აქტუალურია მაშინ, როცა თქვენ მას იპოვით, დააჭერთ ხელს, მოგხიბლავთ და ჩაიძირებით მასში. ესე იგი, ეს არის ის დრო, როდესაც ეს კონკრეტული ვიდეო უნდა გენახათ თქვენ. მაშას რას ფიქრობთ თქვენ ამ სიყვარულზე? ჩანს, რომ ეს სიყვარული წარსულის არის, შეიძლება არც ისე შორეული წარსულიც, ან ძალიან დიდი ხნის წინ მომხდარი ამბავი და აფასებთ ესე, რომ ეს იყო თქვენთვის ძალიან დიდი, ძალიან ღრმა ემოციებით სავსე სიყვარული, რომელიც სამწუხაროდ ძალიან ცუდად დასრულდა და ისე არ დასრულდა, როგორც happy end-ებში არის ხოლმე. ძალიან დიდი ტკივილი მოგიტანათ, ძალიან დიდი ტრავმა მოგიტანათ, ამან განცდები, გატეხილი ღამეები, ცრემლები, მაგრამ ასე მოახდინა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია თქვენში, შეცვალა თქვენი ცნობიერება, შეცვალა თქვენი აზრი, ფიქრი. ნახოთ, განგავითარათ ეს დადებისკენ არის ეს ცვლილებები, თუ ნეგატივისკენ. ანუ ცვლილებები ნამდვილად მოხდა თქვენში, მაგრამ ნახოთ, რა გასწავლათ ამ სიტუაციამ, რატომ მოიზიდეთ ეს სიტუაცია თქვენში, ეს პიროვნება, რატომ მოიზიდეთ თქვენში. აქ ჩანს, რომ ეს პიროვნება იყო ძალიან ძლიერი, ძალიან ქარიზმატული, მზესავით მწველი, სექსუალური, ქონდა ძალიან დიდი ხიბლი ამ ადამიანს, თქვენში ანთებდა ცეცხლს, მაგრამ დაშორების მიზეზი იყო სამკუთხედი, ვიღაც ჩაერია, მე არ ვიტყვი, რომ მაინდა-მაინც ღალატი იყო ან რაღაცა, მაგრამ ვიღაც ჩაერია, ვინც დაშალა ეს თქვენი დიდი სიყვარული. თქვენი მხრიდან ეს მართლა ძალიან დიდი, წრფელი სიყვარული იყო, რამაც ძალიან ბევრი ცრემლი მოგიტანათ, ბევრი ტკივილი, ბევრი განსაცდელი, ბევრი დანაკარგი, რა დანაკარგი ეს არის საჯარო გაშლა და ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრი დანაკარგები და მაინც ვნახოთ ამ გამოცდილებამ რა მოგიტანათ თქვენ. რა გასწავლოთ, რა მოგიტანათ ამ გამოცდილებამ თქვენ. გილოცავთ თქვენ ნამდვილად
ასე ვთქვათ, არ ჩაგძირათ, კი, ტკივილი მოგაყენათ, კი, ძალიან ბევრი შრამი დააჩნდა თქვენ სულს, ძალიან ბევრი განცდა, ნეგატიური განცდა, მაგრამ ამ ყველაფერმა თქვენ შეგქმნათ, ძალიან მტკიცე ხასიათის ქალად გაქციათ, აღარა ხართ სუსტი ქალი, აღარა ხართ მოწყვლადი ქალი, აღარა ხართ, ასე ვთქვათ, მეტი რა ბავშვით სუფთა და წკრიალა, იმ ხრივ რომ მისი დაზიანება ადვილი იყო, ამას გულისხმობ, არა, ახლა ხარ ძალიან ძლიერი, ძალიან გამბედავი, ძალიან მტკიცე ქალბატონი, ძლიერი ქალბატონი, რომელმაც იცის ბედნიერების ფასი და სხვათა შორის სიყვარულის ფასი და იცის ვის მისცეს ეს სიყვარული, როგორ გასცეს ეს სიყვარული და საერთოდ თავისი სიკეთე. ასევე ამ ტრავმამ თქვენ მოგიტანათ, რომ ასე ვთქვათ, წინ წაქციათ კარიერულად თქვენ შედეგით კარიერულად და თქვენ რაღაცა დიდებებს, წარმატებებს მიაღწიეთ, მაგრამ მაჩვენებს, რომ ეს ჯერ ყველაფერი არ არის. ეს ყველაფერი არის წინ. ახლა კი გადავიდეთ მთავარ კითხვაზე, მისთვის რა იყო ეს სიყვარული? ნახოთ, მისთვის რა იყო ეს სიყვარული? მისთვის ეს სიყვარული იყო ძალიან რეალური, ეს ურთიერთობა და ეს გრძნობა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, ცალსახად ძალიან მნიშვნელოვანი და მოდი ვიტყვი ესეთი, თქვენთან ურთიერთობისას მას ჰქონდა განცდა, რომ როცა თქვენთან იყო და თქვენთან ურთიერთობა და ეს იყო განცდა, რომ ის, აი თქვენ იყავით დედამიწაზე მისი სამოთხე, რომ ის თქვენთან ყოფნის დროს წყდებოდა ყველაფერს, რეალურს, მატერიალურს, მიწიერს და თქვენთან იყო რაღაც საოცრად კარგად და დადებითად. მაგრამ მას ჰქონდა შინაგანი ბრძოლები, მას უნდა ებრძოლა ამ გრძნობისთვის, თქვენთვის და იტანჯებოდა, აი როგორც კი თქვენგან გავიდოდა, უწევდა ბრძოლა. მე თავიდან დავიწყე, რომ რაღაც სამკუთხედივით ჩანს ხო, ვიღაცა ჩაერია. აი რაღაცა წინაღობასთან, სერიოზულ წინაღობასთან, საკმაოდ სერიოზულ წინაღობასთან ქონდა ბრძოლა ამ ადამიანს. ნახეთ, ამ ადამიანში როდესაც თქვენთან შემოვიდა ურთიერთობაში, ეგონა რომ ბევრად ლაღი იქნებოდა, ბევრად მარტივი იქნებოდა, ბევრად მსუბუქი იქნებოდა ეს ურთიერთობა, მაგრამ როცა გაჩნდა სირთულეები, როცა დაიწყო ბრძოლა, მან ვერ გაუძლო ამ ბრძოლას, აშკარაა რომ ვერ გაუძლო ამ ბრძოლას და არჩევანი, მოდი ესე ვიტყვი, რომ აი მე ვთქვი, რომ დედამიწაზე სამოთხე, ხო, არჩევანი მიწიერად ყოფნასა და სამოთხეს შორის, ხო, ანუ ამ ვნებებში, ამ საოცარ ემოციურ ზღაპარში ყოფილიყო თქვენთან ერთად, თუ ყოფილიყო რაღაც მიწიერ საკითხებთან დაკავშირებით, აი აშკარად ჩანს ეს, აირჩია მატერია, აირჩია მიწა, ვერ გაუძლო ამას, ხო? არ ვიცი, ეს წინაღობა შეიძლება ყოფილიყო, რადგან საჯარო გაშლა ძალიან ბევრი და არ ჩაუღრმავდები, შეიძლება ამ ადამიანს ყავდა მეუღლე, შეიძლება ამ ადამიანს დედა უშლიდა თქვენთან ურთიერთობას, შეიძლება იყო რელიგიური სხვაობა, შეიძლება იყო რაღაც მატერიალური სოციუმის განსხვავება და ასე შემდეგ, მაგრამ ვერ გაუძლო. ცხადია, ვერ გაუძლო არა, უფრო სწორად არჩევანი გააკეთა, უფრო სტაბილურობისკენ, აი ესე ვიტყვი, სტაბილურობისკენ გააკეთა არჩევანი. მოდი ვნახოთ, ეხლა როგორ არის მისი ემოციები თქვენთან, აი ამ წუთას როგორ არის მისი ემოციური მდგომარეობა. მინდა გითხრათ, რომ ამ წუთისთვის ეს ადამიანი ძალიან ნანობს ამ ყველაფერს, გრძნობს, რომ ნახეთ, გრძნობს, რომ თითქოს არის ჩიხში, იმიტომ რომ ემოციური კვება დაკარგა, ემოციური შიმშილი აქვს ამ ადამიანს. წარმოიდგინეთ, რომ ეს ადამიანი იყოს მშიერი, ოღონდ საჭმლის გან კი არა, ემოციურად მშიერია. რას ნიშნავს ეს? არაფერი არ უხარი, არაფერი არ ახარებს, არაფერი არ გამოსდის, იმიტომ რომ კაცის, ასე ვთქვათ, მოდი ვიტყვი, საწვავი არის მის გვერდით ქალი, რომელსაც უყვარს ის. აი ეს ჩაჭრა და დაკარგა და ის მატერია, რასაც მიეჯაჭვა, აღარა აქვს. აი რისთვისაც დაგცმოთ თქვენ, ის აღარა აქვს. ისიც დაკარგა, თქვენც დაკარგათ და ამას ძალიან ნანობს, ძალიან განიცდის. მოდი ვნახოთ შემაჯამებელი გაშლა და შემდეგ ვრჩევ.
აი ზუსტად ეს ამოვიდა, ზუსტად რაც თქვი, მე მაინც ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს ყავდა ოჯახი და თქვენთან იყო სულიერად ბედნიერი. ეხლა შეება ბევრი გათხოვილი ქალბატონი ამიჯანყდეს, მაგრამ ნახეთ სამყაროში რაღაცები ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი. თქვენთან იყო რეალურად სიყვარული, თქვენთან იპოვა. ნახეთ, თქვენ იყავი მისთვის, აი ის მეორე ნახევარი, მითი რო არის თავიდან რო ერთი არსება იყო ადამიანი უსქესო და ღმერთმა რო თუ სატანამ გაგლიჯა ისინი და აქცია ქალს და კაცად და მას შემდეგ ერთმანეთისკენ მიილტვიან ქალი და მამაკაცი რო გააერთიანდნენ. აი თქვენთან ეს გაერთიანება იპოვა. აი ეს ზუსტად სამოთხე რო ახსენე, ეს ვარსკვლავები, ეს ემოციური ყვება იპოვა და იყო წარმატებული. მაგრამ ის გაქანდა იმისკენ, ან ოჯახისკენ, ან მშობლების თემაც ჩანს, აქ მშობლები იყო, ან სამშობლოს თემა, ანუ რელიგიური სხვაობა იყო, როგორც თქვი, ხო, ან სოციუმის სხვაობა იყო რაღაცა. აი, ვერ გაუძლო, მაგრამ ბრჭყალებში ვიტყვი, მაინც ვერ გაუძლო, არჩევანი გააკეთა იქითკენ, რაც ვნახეთ, რომ მაინც დაკარგა ის, იმიტომ რომ არ მოიქცა, ხო, კარმულად არ მოიქცა სწორედ. თავისთავისთვის არ მოიქცა პირველ რიგში სწორად. ნახოთ ახლა რჩევა სამყაროდან რჩევა ამოვიდა მეხი, რაც რაიდერის ტაროს ენერგიის კოშკს ემთხვევა და ძალიან სგავს მაგას. ეს არის ტრანსფორმაციის არკანი და თუ კარგად ამუშავებთ ამ ენერგიას, აი ნახეთ, მე ვნახე, რომ თქვენ არ გატყდით, თქვენ არ გაბოროტდით, თქვენ ისე გჯერათ სიყვარულის და თქვენ ეს ენერგია თქვენს პირად განვითარებაში გარდაქმენით. აი ეს არის სწორად დამუშავება, დადებითად დამუშავება და აი ეს მეხი, რომელმაც ჩამოყარა, დაანგრია რაღაცა, ხო? ჩამოანგრია რაღაცა ნაშენები, არის მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც თქვენ მიგიყვანდათ წარმატებისკენ, მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც დასაკარგი იყო და წავიდა, მხოლოდ და მხოლოდ ის, რაც გაფერხებდათ, თუმცა მტკივნეულია ყოველთვის ეს ენერგია. თუ მინუსში ამუშავებს, რაც გააკეთათ იმ ადამიანმა, ვინც თქვენ ასე ძალიან გიყვართ, თვითონ დაანგრია ის, რაც იყო მისთვის კარგი, ის, რაც მიყო მისთვის საჭირო, ის, რაც ნახე სამყარომ დაანახა, რომ აი ეს არის შენი მეორე ნაწილი და ამაზე უარი თქვა, ის დაინგრა სრულიად და არის დანგრეული. ვნახეთ ჩვენ ეს საერთოდ გამოფიტული, ცარიელი და უსიცოცხლო მოსიარულე ზომს გავს, მოდი ესე ვიტყვი. მას არაფერი არ უხარი, არაფერში არ უმართლებს და არის ცარიელი ჭურჭელი, როგორც სხეული. აი, ამ შემთხვევაში ესე რეზონირდება ეს. ეხლა გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მადლობა ყურადღებისთვის. აუცილებლად დამიწერეთ კომენტარი, თუ მოგეწონათ დალაიქეთ და არ დაგავიწყდეთ გამოწერ არხის. ახლა ჩვენ უნდა ვნახოთ მეორე ვარიანტი. როგორ გახსენდებათ, როგორ იხსენებთ და რას ფიქრობთ ამ სიყვარულზე, ამ ისტორიაზე? ნახოთ მეორე ვარიანტი. აქ ჩანს სასიყვარულო ისტორია, რომელიც დაიწყო პატარა ასაკში, წლოვანებით პატარა ასაკში. იყო ძალიან ბევრი მეგობარი, ერთად მხიარულება, ბევრი კარგი გახსენება. ძალიან ასეთი ლაღი, მხიარული, როგორც ახალგაზრდულ სულს შეეფერება, უღრუბლო სიყვარული. დაქორწინით თქვენ, ქორწინებაში იყავით და ყველაფერი იყო ზე იდეალურად. ბევრი საერთო წრე, ბევრი კარგი დღე, ბევრი ლამაზი მოგონება. ნახოთ როგორ განვითარდა ეს ქორწინება. თქვენი მხრიდან იყო რომანტიული ეს სიყვარული. ისე თქვენი ემოციები ჩანს, თქვენ იყავით აი მე-9-ზე რო იტყვიან, ძალიან ბედნიერი, უსაზღვროდ ბედნიერი. თქვენ მადლიერებას განიცდით სამყაროსადმი და ღმერთისადმი, რომ ასეთი ბედნიერი ქალი ხართ, მაგრამ ჩანს, რომ რაღაცა ტვირთი იყო მამაკაცი. უკვე ოჯახურ მდგომარეობაში. ნახეთ, რაღაცა პრობლემა ტვირთი თქვენს მეუღლეზე. ნახოთ რა იყო ეს.
ნახოთ რა იყო ეს რაღაცა, ხინჯი, პრობლემა, ნეგატივი. აი ჩემო ბატონებო, რა იყო? აქ არის შემოსული დემონური ენერგია, მაგიური ენერგია, რომელიც გაკეთდა თქვენს მეუღლეზე, რომ ეს თქვენი ბედნიერება, ეს თქვენი ზღაპრული სიყვარული, ეს თქვენი სიკაშკაშე სილაღე ჩამონგრეულიყო, აი ეს თქვენი იღბალი უკან წასულიყო, აი ბედნიერების შეგრძნება. და თქვენ რაღაცა ცოტა თითქოს გვიან მიხვდით ამას. იმდენად იყავით ამ ბედნიერებაში და ტკბობაში, რომ ცოტა გვიან შეამჩნიეთ, რომ თქვენ მეუღლესთან არც ისე კარგად იყო ყველაფერი, არც ისე იყო როგორც ადრე, რაღაცები შეიცვალა ცუდისკენ. მაგიური ზემოქმედება იყო. ნახოთ შედეგი რა მოიტანა ყველაფერმა. შედეგი რა მოიტანა ამ ყველაფერმა. იცით როგორი რამ ჩანს, თქვენ პირველად რაც შეამჩნიეთ, ეს იყო გაუცხოება იმ ადამიანისადმი, ვინც გიყვარდათ. თქვენ გექნებოდათ ესეთი კითხვა, შეიძლება უთხარით კი ედევაც, რომ როგორი სხვანაირი ხარ, როგორ შეიცვალე, სხვანაირი მეგონე, სხვანაირი აღმოჩნდი. ეს იყო აი თქვენი პირველი აღქმა, რომ რაღაც ისე არ არის. თქვენ ასევე დაინახეთ რაღაცა უხეშობა თქვენი მეუღლისადმი. ეს იყო რაღაცა გაორმაგებული ენერგია. ნახეთ, რაღაც წუთას ისევ ისეთი იყო, როგორიც შეიყვარეთ, როგორცაც გაყევით და მეორე წუთას თითქოს სხვა ადამიანი ჩასახლდა მასში, იყო უხეში, უინტერესო თქვენდამი, თავის თავში კონცენტრირებული, ეგოცენტრული ადამიანი, თავის მიზნებზე კონცენტრირებული, ხო, თავის სურვილებზე თქვენ არ აინტერესებდით. მეორე წუთას ისევ თბილი, თქვენზე მზრუნველი, მოსიყვარული და მე უცებ რაღაცა უხეში, რაღაცა ეგოისტი. აი რაღაცა ესეთი შეამჩნიეთ თქვენ. იყო ძალიან დიდი, აი ნახეთ ეს საჯარო გაშლა და ვიტყვი, თითქმის დაინგრა ეს ოჯახი, მაგრამ ახლობლების, ასე ვთქვათ, ჩარევით და ასე ვთქვათ, თანადგომით ეს ოჯახი არის შენარჩუნებული, მაგრამ აღარ არის ის ოჯახი, არის კიდევ ნგრევის პირას და აი ესეთ ყევის სიტუაცია საკმაოდ სერიოზული. მოდი ვნახოთ ამ მამაკაცთან რა ხდება. მის თავში რა ხდება, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ აი მის თავში მახვილია ჩარჭობილი, აი ეს მაგიური მახვილი ჩემო კარგო. ნახეთ, არაფერი არ მოკითხოთ ამ ადამიანს, ეს თავის ჭკუაზე არ არის აბსოლუტურად. ნახეთ, სხვა სული ყავს ჩასახლებული, სხვა ენერგიაა შემოსული თქვენთან სახლში, ისე რომ ვერც ამჩნევთ ამას და სერიოზული მაგიური ზემოქმედება. არაფერი მე პირადად რის რჩევა შემიძლია, ეს არის რომ მოხსნათ მაგია. ეხლა ვნახოთ რჩევა სამყაროდან, აი ზუსტად ნახეთ ამოვიდა თქვენი მწუხარება, მაგრამ ეს ადამიანი, ვინც დამწუხრებულია, არის ასკეტი. ნახეთ, ასკეტი არის ეს ძალიან ღრმა სულიერი ენერგია. ანუ ნახეთ რა არის მისი სული უნდა გაანთავისუფლოთ, ანუ მწუხარებით ამ შემთხვევაში ბნელი ენერგიისგან და დაგიბრუნდებათ ის ადამიანი, ვინც შეგიყვარდათ, ვისთან ისეთ ბედნიერი ოჯახი შექმნით, უბრალოდ მოხსენით, გაიკეთეთ დამცავი ამულეტები, სიყვარულის გასაძლიერებელი ამულეტები, გააძლიერეთ, დაიცავით თქვენი ოჯახი, მოიხსენით მაგია აუცილებლად მლოცველ ადამიანთან, ვინც მაგიას აკეთებს, არ გაეკაროთ იმ ადამიანს, შეგიძლიათ მე მომართოთ, შეგიძლიათ სხვას მიმართოთ, უბრალოდ აუცილებლად იყოს ეთიკური, იყოს ასე ვთქვათ, სულიერი ის ადამიანი და არ აკეთებდეს მაგიებს, იმიტომ რომ რაღაცას თუ გააკეთებს, მეორე რაღაცას დაგიზიანებს ესეთი ადამიანი და ასეთ რეკომენდაციას მე ვერ გავცემ. გისურვებთ წარმატებებს თქვენს ოჯახში, ნამდვილად სიყვარულია, არ გაბრაზდეთ თქვენ მეუღლეზე, ის თავის ჭკუაზე არ არის და ასე რომ არ მოიკითხება არაფერი, უბრალოდ უშველეთ.
ეხლა კი ვნახოთ მესამე ვარიანტი. როგორია ეს სიყვარული, როცა თქვენ იხსენებთ ამ ამბავს, როგორია ეს სიყვარული? გაურკვევლად უყურებთ თქვენ ამ ამბავს. კითხვასაც ასვამთ, იყო სიყვარული, თუ იყო გადაცემა. თქვენი შეფასებაც მერყეობს. ვერ ხვდებით. ნახოთ აბა მასთან რა ხდება. აი, ესეთი ინფორმაცია ამოვიდა, რომ ისტორიის განხილვა არც მინდა. ხან გონიათ რომ იყო, ხან გონიათ რომ არ იყო. მასთან რა ხდებოდა? მასთან აი ესეთი შეგრძნება აქვს, რომ მეგონა იყო, მაგრამ არ იყო და ნანობს რომ ეგონა რომ იყო. ანუ იმ დროს ნანობს, იმ დაკარგულ დროს ნანობს, იმ რესურს ნანობს, რომ ეგონა რომ იყო. მაგრამ გაბრაზებულია ამაზე. გაბრაზებულია თქვენზე. იმიტომ რომ შეიძლება ფიქრობდეს, რომ თქვენთვის არ იყო ეს სიყვარული. მოდი ვნახოთ. მოდი ახლა დაგეხმაროთ თქვენ და თქვენთან ვნახოთ, იყო კი თქვენთვის რეალურად ეს სიყვარული. ნახეთ რა ჩანს. თქვენში არის სამუშაო საკუთარ თავში, საკუთარ ემოციებში. ეს იყო კი სიყვარული. ამ ადამიანისადმი ჰქონდათ ძალიან დიდი ემოციური მიჯაჭვულობა, ხიბლი, მუხტი, მაგრამ უფრო მეტად გსიამოვნებდათ მისი პატივისცემა, მისი სიყვარული, მისი ნახე გსიამოვნებდათ ის, რომ მას რომ უყვარდით, აი ესე შეყვარებული ქალი რო იყავით, ეს გსიამოვნებდათ. ანუ რას გულისხმობ, ნახე? სხვისგან გინდოდათ მუხტი რომ თავი გეგრძნოთ შეყვარებული, ლამაზი, ჭკვიანი, განათლებული, სასურველი, ხო? და ამის გარეშე დაკარგული გაქვთ ეს შეგრძნება. აქ მაჩვენებს, რომ თქვენ ფსიქოლოგიურად უნდა იმუშაოთ, რომ თქვენს თავზე, რომ თქვენ ისედაც ეს ადამიანი იქნება თქვენთან თუ არ იქნება, ისედაც სასურველი ქალი ხართ, ისედაც ლამაზი ხართ, ისედაც ჭკვიანი ხართ, ისედაც ბნებიანი ხართ. და აი ამ თქვენ თავთან, რაც მოდის არაცნობიერი ფსიქოლოგიური სამუშაოა, ბავშვობიდან მოდის ეს ტრამვა, დაანგრია თქვენი ურთიერთობა. იმიტომ ამოვიდა თავიდან აი ეს მერყეობა მიყვარდა თუ არ მიყვარდა. თქვენ ბავშვობიდან გქონდათ სიყვარულის დანაკლისი. ბავშვობიდან ხსავდით კითხვას, რატო არ უყვარ ვარ იმ ადამიანებს, ვისაც უნდა ვუყვარდე. გეკლდათ ეს, რაღაცა ყურადღების დეფიციტი გქონდათ, რამაც შედეგი გამოიღო. თქვენ იმუშავეთ თქვენ თავზე და მოდი ვნახოთ აბა არის რესურსი იმისა, რომ დაიბრუნოთ ეს სიყვარული, იმიტომ რომ ამ ადამიანს უყვარ ხართ. კი, ჩემო კარგო, ჯერ კიდევ არის რესურსი, რომ ამ ადამიანთან იყოთ ბედნიერი, თუ თქვენ შიშებს გადალახათ, თქვენ არაცნობიერ ტრამვებზე იმუშავებთ. აი თქვენ ეს გააკეთეთ, თქვენ ამოიღეთ თქვენი თავიდან შიში, კომპლექსები, ტკივილები. პირდაპირ გავცემ რეკომენდაციას, რომ ფსიქოლოგთან, კოუჩთან იმუშავეთ, ამუყარეთ თქვენი არაცნობიერიდან. მოდი ვიტყვი, აი შავი ყვავები, რომელიც ჩანს და ეს ადამიანი ჯერ კიდე შეყვარებულია თქვენზე. და თქვენც უბრალოდ ეს არ იცით. იმიტომ რომ თქვენ არ იცით, შეიძლება თუ არა ჩემი შეყვარება, შეუყვარდები კი ვინმეს, სანამ თქვენ თავს არ შეუყვარდებით, ესე იქნებით. აი განპირობებულობა არის ზუსტად. ეს არის ბრძოლა თქვენ საკუთარ თავთან, თქვენ საკუთარ შიშებთან, ხო? ტრამვებთან. აი ეს ყველაფერი დაამუშავეთ და აი ესეთი ძლიერი და ვნებიანი ქალი იქნებით. იქნებით არა ხართ, უბრალოდ ამოვა თქვენთან ეს ენერგია. გემშვიდობებით შემდეგ ვიდეომდე.